ამაზე უარესი მაინც არაფერი მოხდება. შენ ხარ იდიოტი. ეს არკე ჩვენი სახლში დაბრუნების ერთადერთი შანსი იყო. ენტონი, ახლა რა? გონი, შენი კმაყოფილი არ არის. მე მგონი ჯობდა არასულიყავი სახურავზე. ახლა ჩვენი საქმეები ცუდად წავა. ღილად იყავი, ხელი არ გაიჭრა. შეხედე, სარკის გამტეხი. აი, ის არის სარკის გამტეხი. მან ჯადოსნური სარკე გატეხა, ეს ხომ 7 წელი უიღბლობას უდრის. კარგით რა ხალხნო, ნუ თუ სრულწმენების კიდევ გჯერათ. ხედავთ? თუ არ გჯერა, ვერც ვერაფერს დაგიშავებს. რა გჭირს? შეხედე რამხელა. ეს როგორ მოხდა? სარკის გამტეხა. წადი ქალაქიდან. ჩვენი შენ უიღბლობა არ გჭირდება. კარგით, კარგით. არაფერი გამოგვივა. ჩარჩო არ აქვს. ძალიან ბევრი ნაწილი დაკარგულია. უკარა არის ნეტა. მოიცადე, ნაწილებს ადგილს ნუ ნაცვლებ. მთელი საათი ვაწყობდი. მითხარი, რის გაკეთებას აპირებ? შეხედე. იქნებ რამე საიდუმლო გასაღებია. წითელი ადამიანი ომისთვის რეგის მთაზე. იქნებ რამე ბრძოლაზეა. ეს გასაღები არ არის, ეს დამამზადებლის მისამართია. აი, ხედა, დამზადებულია. ეს არის დამზადებული ომისთვის. მთის მხედრების მიერ. მხედრების მიერ? აქ ნუასოა. დამზადებულია ომისთვის. ომისთვის არა, შეხედე, დუასოა. დრაგო. არა, აქ მე მგონი გამოტოვებულია. დრაკონი. დამზადებულია დრაკონის მთის ჯუჯების მიერ. დრაკონის მთა. იცი სად არის? ვიცი, მაგრამ ესე იგი იცი? წავედით. სანამ რამე მომხდარა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ძალიან შორს არის. იმ ფერმაში უნდა შევიდეთ. სანამ წავალთ, რამე უნდა შევჭამოთ. ოქრო არ არის. არის. ეს ყალბი ოქროა. ძალიან იაფად ვიყიდე, იმიტომ რომ ეს ყველაზე მახინჯი ნივთია მთელ სამყაროში. რა უცნაური ხმა აქვს. რეზინივით მაქვს. გონი შიგნით არავინ არის. არა, რაღაც გავიგე. მოდი უკანა მხარე შევამოწმოთ. არა, მოიცადე? ო, ღმერთო, დაბრუნდნენ. აკალით. დაბრუნებას გილოცავთ თქვენო მყინვალებავ. თქვენს გამო ძალიან ველავდით. მადლობა ღმერთს, რომ დაბრუნდით, ბატონო. იმდენი რამ გვაქვს მოსამზადებელი. ლორდი რუპერტი თქვენი საჩუქრებისთვის გაემგზავრა. თქვენს მეტლეს ვერ ვცნობ, ახალი მსახური ასე. ახლავე ჩემს ოთახში მინდა შესვლა. რა თქმა უნდა, თქვენო მყინვალებავ. ძალიან დაყრილი იქნებით. არა, საჭირო ოთახში უნდა წავიდე. თორემ რომელიმე ხესთან მომიწევს ფეხის აწევა.
რა თქმა უნდა, თქვენ უმაღლესობავ. თქვენს ოთახში რამე ხომ არ მოგიტანოთ? დიახ. როგორც წესი, რასაც ჭამ ხოლმე. კაკაოს და ყველის ბუტერბროდს, ბატონო. ეს თქვენი საყვარელი საჭმელია. კარგით, და გამოაგზავნეთ ახალი ძვლები. წადით, ჩვენ თვითონ დავაბინავებთ ცხენებს. ერთხელ ვიყავი დრაკონის მთაზე. როცა ახალგაზრდა ლეკვი, უფრო სწორად უფლისწული ვიყავი. ჯუჯების სამეფოს შესასვლელი სადღაც მაღლა მთებშია. სადღაც გამოქვაბულში, მაგრამ კარგად ვერ ვიხსენებ სად. მე მგონი საერთოდ დამავიწყდა ეს პერიოდი. მე მგონი უფრო და უფრო ძაღლი ვხდები. რა საშინელი დრაკონია? კოდი რა არის ნეტა? აქ არაფერია. მაღლა მთებში უნდა იყოს. წავედით. აღარ მახსოვს დრაკონები ისევ ცოცხლები არიან თუ არა? არა. საშინელება. რაიმე მნიშვნელოვანი იყო? დაინახე, ორივე მხარე ერთდროულად მოწყდა. ასეთი შემთხვევა მილიონიდან ერთი არსებობს. ხო. იქნებ უბრალოდ არასწორად შეკარი. არა, ჩვეულებრივად შევკარი. უბრალოდ ეს ჩემი უიღბლობის ბრალია. აი მე კი ყველაზე კარგი ბედი მაქვს, შენთან ერთად მოგზაურობ. იცი? რა მithმა თუ გინდა? თუ რამე გაწუხებს თქვი? ამოუშვი. ეს ცუდ ხასიათზე ყოფნა ჯობია. ცუდ ხასიათზე არ ვარ. ეს ქალები. უბრალოდ მაინტერესებს რა საკეთებდი იმ შენობის სახურავზე. როგორ შეგეძლო? სარკესთან ერთად ჩვენს ერთადერთ იმედთან. ესე იგი სარკის გამოა. მაპატიე, მას აღარაფერი ეშველება. მთელი ცხოვრება შენს მოლაში გავატარე. 5 წუთი დაგტოვე და აი რა ხდება. ჩემს მოვლაში ვინ გაგზარდა 20 წელი? კვირაში 6 დღე მუშაობდი. ამაზე დაფიქრებულ ხარ საწყალო პატარა ვირჯინია. ხანდახან მართლა ვერ გიტან. თუ დაგეხმარება მიდი მეჩხუბე. უკვე მივეჩვიე. კარგი. აქ უკეთესია. ვიდრე ძველ სახლში. არავინ დამეხმარა. ეს მე თვითონ ჩავიცვი. კარგია? არის აქ ვინმე? გამარჯობათ. არის ვინმე? აქ მოდით. აქ დედოფალია. თქვენო ბრწყინვალებავ. დაუბრუნდით. თან ცოცხლები ვართ. ჩვენ ცოცხლები ვართ. უნდა გითხრათ, რომ ძალიან გამიკვირდა თქვენი ნახვა. თქვენო ბრწყინვალებავ. შეგიძლიათ ერთი სარკე გამოიყენოთ, რომ მამა ჩვენს დაუკავშირდეთ, თორემ ალბათ ძალიან ღელავს ჩვენზე. ესე იგი საშინელი ახალი ამბავი ჯერ არ გაგიგიათ. ჩვენ არაფერი გაგვიგია, ოქროთ გადაგვაქციეს. მამა თქვენი მოკლეს. ვინ გაბედა? გოგონამ. მანის მოწამლა. დაიფიცეთ, რომ თქვენ მასზე შურს იძიებთ. ფიჩავთ. სად მიდიხარ? გასასვლელი აქეთ არის. არა, ეგ ქვევით მიდის, აქეთ უნდა წავიდეთ. ეს გზაც არ არის. რაღაც ცხოველების მიერ იქნება გაკეთებული. უფლისწულო მართალი ვარ? ენტონი. ვიცი რომ ეს არაკანონიერია, მაგრამ შეგიძლია ხელში ამიყვანო. ხო? ამბობს რომ მართალი ვარ. გზა აქეთ არის. კარგი, თქვენი გზით წადით.
კარგი, წადი, მაგრამ მე არ დამაბრალო, როცა დრაკონები დაგიჭერენ. მაგზით არ მივდივართ. კარგი. ეს არ არის სწორი გზა. ო არა, ეს გადაწყვეტილებები. ჩემთან ერთად მოდიხარ? ხომ იცი რომ მართალი ვარ. როგორ იქცევა, რა ჯიუტია? ჩემთან ერთად იმიტომ წამოხვედი რომ სწორი გზა ავირჩიე, არა? არა. არა? შენთან ერთად იმიტომ წამოვედი რომ ვირჯინიას არ ესმის რას ვამბობ. მას არ შემიესმის. მე მგონი ამჯერად მართალი იყო. როდიდან აკეთებენ ბზიკები ბუდეს მთაში? ხელი სულ შემიჭამეს. ეს უბრალოდ კატასტროფაა. წონი, მეშინია, გონებას ვკარგავ. არა, ყველაფერი კარგად არის. არაფერსაც არ კარგავ, გაიგე? დამპირდი რომ მომიღუტუნეთ. მომიღუტუნეთ, ხო? ასე, კარგია. ეს უკვე ხდება, ტონი. მე ძაღლად ვიქცევი. და უკან ვეღარ დავბრუნდები. დავიღალე, საშინლად დავიღალე. მეძინება, მე ძაღლად ვიქცევი. უკან ვეღარასდროს დავბრუნდები. საშინლად დავიღალე, ტონი. მეძინება. მეძინება. ძალიან მეძინება. მე და მე ძაღლი ვიყო. მომივლიდნენ, მაჭმევდნენ. არაფერზე აღარ ვიდარდებდი. აი ეს იქნებოდა სიცოცხლე. გამარჯობა. შენც მოხვედი? დიახ. კარგახანია უკვე აქ ვარ. მართლა? 1 საათი იქნება. არ ვიცოდი რომ ვეჯიბრებოდით. მე კი არ ვიცოდი რომ აქეთ გზა იყო. აი კიდე ნაკვალებია. ამ გზით გამოიარეს. მამიკო მომიკუჯა. მამა. კარგი მხრიდანაც შეხედე. აღარა მიგცემს. მართალია. აღარა ვიქცემს. ხო. გილოცავ დაუტანელი მოხუცის მოშორებას. ხო, ეჩი წავიდეს ჯანდაბის ელფებთან. მოიჩადეთ. როგორ შეიძლება შელაპარაკი? ის ხო მამა ჩვენი იყო. მაგვასწავლა ნაჯირობა. ჩვენი პირველი იარაღი მან მოგცა. მაგვასწავლა როგორ მოგცეოდით ნადის რომ გონება არ დაეკარგა. რა საშინელება. ბაბა. არა უშავს. კიდევ ჩავიგდებთ იმ პატარა ჯადოქარს ხელში და თავს მოვაჭრი. დიახ. ადექი რაზე ზიხარ? აქ განისვენებს ივან ოპტიმისტი. შენი აზრით ამ ხალხმა დრაკონი იპოვა თუ დრაკონმა იპოვა ისინი? ეს უბრალოდ ძველი საფლავებია, დრაკონები არ არსებობენ. რა სიგიჟია? ალბათ 1000-ობით კილომეტრი ამოვიარეთ. ხამი აქ მოგვიწევს დარჩენა. სად? სასაფლაოზე? მოიცა შენ რა სერიოზულად ამბობ? ხომ არ გაგიჟდი? ცუდი იდეა იყო აქ მოსვლა. ძალიან ცუდი. მე მაპატიე. გელი გენატრება?
ჩემი დასასრული მოახლოვდა, იმიტომ რომ არ ამგონია 7 წელი უიღბლობას გაუძლო. მინდა რომ რაღაცა იცოდე. მე ძალიან ვამაყობ შენით. შენს გარეშე აქამდე ვერ მოვაღწევდი. გავიყინე. ჩამეხუტე. დიდი ძვალი. დიდი ძვალი. უფლისულო. სად იპოვა ეს ძვალი? დიდი ძვალი. დიდი ძვალი. დიახ, დიდი ძვალი. ყველაზე დიდი რაც ცხოვრებაში მინახავს. სად ნახე? მომყევით. აი, დრაკონიც ვიპოვეთ. ნამდვილად აღარ სუნთქავს. მართალია, მაგრამ შეხედე, რაღაცას იცავს. ეს შესასვლელია. მოიცადე, უფლისულო. კარგი. მეცხრე სამეფო. ჯუჯების სამფლობელი. გონია გააკეთეს სარკე, მაგრამ აქ არ ჩავალ. ჩემს სიღბალთან ერთად არა. მე მგონი ეს ერთადერთი გზაა. არა, ასე არ ვფიქრობ. კარგი. უბრალოდ მომყევი. ჯუჯებს თუ შეუძლიათ, ესე იგი უსაფრთხოა. საიდან იცი? ალბათ ძალიან ღრმაა. ვირჯინია, იქნებ სულაც არ არის შესასვლელი. იქნებ აქედან დრაკონს საჭმელს უგდებენ. ვაიმე? მოდი, მამა, შენ ეს შეგიძლია. ხედავ? შეგძლებია. მაგარია. ყურადღება. მეგობრებო, დღეს დიდი დღეა. როგორც იქნა მოვიდა დრო, ნახოთ ახალი სარკის დაბადება. 500 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო სიმართლის სარკე გაეკეთებინა. დატკბით, უფლისწული ვენდელის საჩუქრით. ამას ხედავ, უფლისწულო, ეს შენთვისაა. ჩუმად. თქვენ ხვდებით, რა სასჯელი დაიჯებიან ისინი, ვინც ჩვენს სამეფოში შემოიჭრებიან. დიდი იჯარით? სიკვდილით. ეს ჩვენი მთაა. ჩვენ უბრალოდ მეოთხე სამეფოში გვინდოდა დაბრუნება. არც კი ვიცოდით, რომ აქ მოვედით. არცოდნა არ არის. თქვენ უკანონოდ შემოიჭერით მე-9 სამეფოში. ყველა ვინც ჩვენ საიდუმლოების მოპარვას გადაწყვეტს, დაისჯება. საიდუმლოება? არა, ჩვენ ისინი სულ არ გვაინტერესებს, ჩვენ უბრალოდ თქვენი დახმარება გვჭირდება. მართალია, იცით, ერთ ჯადოსნურ სარკეს ცოტა ხნის წინ უბედურება შეემთხვა. შენ, ეს შენი ყავი? შენ ხვდები და გააკეთე. შენ გაანადგურე ერთ-ერთი მოგზაურობის სარკე. იცით, მე მოიცადეთ, თქვენ რა, ერთ-ერთი სარკე თქვით? ესე იგი სხვებიც არსებობს.
თქვენ რა დანარჩენი ორის გატეხვაც გინდათ? არა, ჩვენის მჭირდება. იცით, თქვენ სიკვდილს იპოვით აქ, წაიყვანეთ და ძველ შახტაში ჩაყარეთ. არა, მოიცადეთ. შეხედეთ, სიმართლის სარკე. შეხედეთ. ეს ხომ უფლისწული ვენდელია, თელ სამყაროში ყველაზე კარგი ქალიშვილიშვილი. მართალია, ის არის. მე კი მისი შეუცვლელი თარჯიმანი ვარ. ეს რა ჯადოხრობაა? ვინ ხართ უცნაურო მოგზაურებო? ჩვენ საიდუმლო მისია გვაკისრია. რომ დაუბრუნოთ უფლისწული თავის ფორმას. მე კი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ვარ. არსებობს ძველი წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ერთხელ უფლისწული ჩვენს წინაშე 4-ზე დადგება. ხო და სწორედ ეს დღეა. უკვე მე არ შეჯერ დავეჯახე, ჩემი სულელური ჩავით. ერბიტან ჯუჯებს, პირველივე ჯუჯას რომ დავინახავ, თავს მოვაჭრი. ისინი თუ დაგვინახავენ, დაგვეშევიან როგორც ყვავები ჯაღლებში და კვენაში დაგვიჭრებენ. გაჩვდი, ჩვენ რა ტროლები ვართ თუ თაგვები? ტროლებს კი არაფრის ეშინიათ. ჯუჯები აქ უკვე 1000-ობით წელია მუშაობენ. ადრე საშინელ დანაკარგს განვიცდიდით, რადგან ჩვენს გამოქვაბულში დრაკონები ბუდობდნენ. ეს გამოქვაბულები სავსეა კარგი ვერცხლით, რომელიც ალბათ იცით, რომ დრაკონებს იზიდავდა. ეს არის ეს კარგი ვერცხლის წყალია. ჩვეულებრივი ვერცხლის წყალი არ უხდება სარკეს. ჯადოსნური სარკის დამზადებისას ხშირია წარუმატებლობა, მაგრამ ჯუჯების კარგი ოსტატობით იმედი მაქვს, რომ თქვენ უიღბლობა არ გჭირთ. ჩვენ მოგზაურობის სარკეს ვეძებთ, რომელიც ცოტა ხნის წინ გატეხეს. და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. დიახ. კარგით. მოგზაურობის სარკეები. ხო, როგორც ვფიქრობდი. ჩვენ ერთი შანსი გვჭება. მოდი ვნახოთ, იქნებ გუსტავმა იცოდეს რამე. წავედით, ის იქ არის. გუსტავ, სტუმრები გყავს. მამაღლა უნდა ილაპარაკოთ, თითქმის ყრუა. გუსტავ, რაღაც უნდა გკითხოთ. კითხვა მოგზაურობის სარკეებზე. გავცემ პასუხს მხოლოდ იმ შეკითხვას, რომელიც ლექსად იქნება ნათქვამი. ძველი სარკეები მხოლოდ ლექსად ლაპარაკობენ. ხო, რა თქმა უნდა. არსებობს თუ არა სხვა მოგზაურობის სარკეები. გთხოვთ გითხრათ, რათა ჩვენი მოგზაურობა დასრულდეს. მოგზაურობა? 3 იყო ასეთი სარკე დედამიწაზე, თუმცა ისინი იყიდეს და საფასურიც კარგი იყო. კარგი, სად არის დანარჩენი 2? სარკე გატყდა, რა ვქნათ? საჯანდაბაშია დანარჩენი 2. ერთი გატეხა სულელმა, რომელსაც ეძახოდნენ ენტონის. მეორე სარკე ღრმადა, ნიჟარის ქვეშ წევს, დიდი ხანია. ნიჟარა? ღრმად? ზღვის ფსკერზე. დიახ, ცნობილია, რომ ერთ-ერთი სარკე ჩრდილოეთის ზღვაში ჩაიძირა. რასაც ეძებთ, ვერ ხედავთ. ის დედოფალმა მოგვპარა ჩვენ. დედოფალმა? ეს ღა გვაკლდა. ენტონი, შემთხვევით ნამცხვარი ხომ არ გაქვს? არა. თქვენ ჩვენ დახმარებას გვიწევთ, მაგრამ გვიპასუხეთ, სად არის დედოფალი? ის ახლოს არის და ამავე დროს ძალიან შორს იმ სახლში, რომელიც არასდროს ყოფილა მისი, იმ სასახლეში, სადაც ერთხელ ცხოვრობდა დედოფალი, სახელად ფიფქია. უფლისწული ვენდელის სასახლეშია. ასეც ვიცოდი, ოღონდ ეს არა. მკვლელებო, თქვენ ჩემი სარკეები დახოცეთ. მოკალით, დახოცეთ სარკეების მკვლელები.
მიდით, დაგოცეთ მკვლელები. ეჩ რა ხმა იყო? უნდა გავქრეთ. ვიცი, მაგრამ როგორ? ადი, აქ ადი. მე უკან გამოგყვები ვირჯინია. ვირჯინია. კარგად ხარ? არა, კარგად არ ვარ. და არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გაუძლებ. უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყავი. ჩემი ბრალი არ იყო. ეს ჩემი უიღბლობის ბრალია. ნუ თუ ამაზე უარესი უნდა მოხდეს. მამა! მამა! კარგად ხარ? საშინელება მოხდა. რაღაც მოვიტეხე და ვერ ვინძრევი. არაფერია. არა. მე მგონი ხერხემალი გავიტეხე. კარგი. სხვა გასასვლელი უნდა ვიპოვოთ. იგივე გზით ვერ დავბრუნდებით, ასე რომ? არ მინდა აქ სიკვდილი. ჩვენ არ მოვკვდებით, სხვა გასასვლელს ვიპოვით. მე ვერ დაგეხმარები. მაშინ მე მარტო წავალ, გასასვლელს ვიპოვი, მერე დავბრუნდები და წაგიყვან. იქნებ უფლის წულმა სუფთა ჰაერი იყნოსოს. ძალიან ბევრი გამოქვაბულია, უკანა გზას ვერ მოაგნებ. გასასვლელს ვიპოვი, მერე დავბრუნდები და წაგიყვან. გაიგე? პირდები. გზაში პურის ნამცეცებს დავყრი. რომ გიპოვო. ვირჯინია. უბრალოდ შენ გადი უსაფრთხოდ, კარგი? დავბრუნდები. შვიდი კაცის გამო მას სიცოცხლე გაწირა. ერთი კარგი კაცის ცოლი იყო. ყინულის ქვეშ, სადაც ფირქები ცვივა, წერს ყველაზე შვენიერი. ვირჯინია. გამარჯობა ვირჯინია. დაღლილი ჩანხარ. მკვდარი ხარ? დიახ. მე მგონი ასე უნდა ითქვას. თუმცა შემიძლია კეთილი ფერის სხეულით გამოჩნდე. ისევ მაქვს ყველაფერზე ძალაუფლება და გიცავდი. შესახეს ვშლიდი დედოფლის სარკეებიდან. მაგრამ მალე ვირჯინია შენ ყველაფერს ნახავ და შენც დაგინახავენ.
არ მესმის. ჩემ შვილიშვილზე რა სიტყვი? მომწონს. ზაღლად ყოფნა ძალიან კარგი გაკვეთილია მისთვის, მაგრამ მეხსიერებას კარგავს, ამიტომ ახლა შენ უნდა გაუძღვე მას. სჭირდება რომ თავისი სამეფო გადაარჩინოს. მე მგონი თქვენ სხვა ადამიანი აირჩიეთ. სწორედ ისა ვარჩი. მე შენ გელოდი ვირჯინია. იცი, დედა ჩემი დედოფალი იყო. ყოველ დღე ისჯდებოდა ფანჯარასთან და ქსოვდა, თოლს უყურებდა. ოცნებობდა რომ შვილი ჰყოლოდა. ერთხელ მან თითი გაიჭრა ნემსზე. თოლზე სისხლის 3 წვეთი დაეცა. მაშინ ის მიხვდა რომ ჩემს დაბადებას გადაჰყვებოდა. მამა ჩემი ძალიან დიდი ხანი მოწყენილი იყო, მაგრამ ის მეორედ დაქორწინდა, რადგან მარტო იყო. ერთადერთი რაც ჩემმა დედინაცვალმა მოიტანა სასახლეში იყო თავისი სარკეები. ყოველ დღე იკეტებოდა თავის ოთახში. დასაცმელს იხდიდა, სარკეში იხედებოდა და ეკითხებოდა. სარკევ მითხარი, ვინ არის ყველაზე ლამაზი? სარკე პასუხობდა, ჩემი ქალბატონი არის ყველაზე ლამაზი. ეს მას ამშვიდებდა, რადგან იცოდა რომ სარკე ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. მაგრამ მე ვიზრდებოდი და იმ დროისთვის როცა 7-ის გავხდი, მეც ისეთივე მშვენიერი ვიყავი როგორც შენ. ერთხელ როცა დედოფალმა სარკეს კითხა, სარკემ უპასუხა, ჩემი ქალბატონი ყველაზე ლამაზია, მაგრამ ფიფქია მასზე უფრო ლამაზია. შემდეგ ჩემმა დედინაცვალმა მსახურს უთხრა, წაიყვანე ტყეში და მოკალი. წარმოგიდგენია ეს მომენტი ვირჯინია. როცა ხვდები რომ შენ საკუთარ დედას შენი მოკლა უნდა, როცა მონადირემ დანაასწია, მე ჩავიმუხლე და ვევედრებოდი. ნება მომეცი ვიცოცხლო გთხოვ, მან დანა გასწია, მე კი შიშისგან ძალიან შორს გავიქეცი. მერე ჩემს წინ ერთი პატარა ქოხი დავინახე. ქოხი, რომელიც ჩვენ ვნახეთ. დიახ, როცა შიგნით შევედი, ყველაფერი ძალიან პატარა იყო. მაგიდაზე 7 თებში იდო. როცა ზევითავედი, დავინახე 7 საწოლი. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მაშინ ვედამეძინა. მერე როცა გავიღვიძე, კაცები ამოდიოდნენ კიბეებზე, მათ ლამპები ეჭირათ. მათი სინათლე კი აქეთ-იქით ირხეოდა და ციმციმებდა, როგორც სინათლები სიბნელეში. შიშისგან დავიყვირე და როცა დამინახეს, ყველა მერთხმა თქვეს, რა საყვარელი პატარა გოგონაა. მათ მითხრეს, რომ თუ კი მე სახლს დავალაგებდი, საჭმელს მოუმზადებდი და ურეცხავდი და შევუკერავდი, შემეძლო დამრჩენილიყავი. მე სხვა არაფერი მინდოდა. მოუყევი მათ ჩემი დედინაცვლის შესახებ და მათ ძალიან შეეშინდათ. მითხრეს, რომ არასოდეს წავსულიყავი ქალაქში და არ გამეღო კარი უცხოებისთვის. მაგრამ ისმა სარკემ მიპოვა. მან მოხუცი ქალის დასაცმელი ჩაიცვა და 7 გორა გამოიარა. ორჯერ მოვიდა. ერთხელ კორსეტით, რომ ფილტვები გაეჭყლიდა, მეორედ მოწამული ვაშლით. მაგრამ ბოლოს რომ მოვიდა, მოიტანა ყველაზე მშვენიერი ვაშლები, რაც ოდესმე მინახავს. ამჯერად ის დარჩა, რომ ჩემი სიკვდილისთვის ეყურებინა, რომ დარწმუნებულიყო. ხელში ვეჭირე, სანამ მის წინ არ დავიხრჩე, მოწამული ვაშლის ერთი ლუკმისგან. ხშირად ვფიქრობ, რატომ შემოუშვი? განა არ ვიცოდი, რომ ცუდი ადამიანი იყო. ვიცოდი. რა თქმა უნდა ვიცოდი. მაგრამ ასევე ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება ჩაკეტილ კარში ვერ ვიცხოვრებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მეშინოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლებოდა რამე დამშავებოდა. მითხარით, ამ ყველაფერს ჩემთან რა კავშირი აქვს? ძალიან დიდი. შენ ცივი ხარ, ვირჯინია. ასეთი ცივი როგორ გახდი? შენ ისევ ტყეში ხარ დაკარგული, მაგრამ ჩვენაირად დაკარგულ გოგოებს შეუძლიათ თავს უშველო. შენ დგახარ სრულყოფილების ნაპირზე. არა, არ ვარ. არა, მე არაობა ვარ. ერთ დღეს ჩემნაირი გახდები. არაჩვეულებრივი მრჩეველი გახდები სხვა დაკარგული გოგონებისთვის. ახლა კი? ადექი.
ეს სარკე გაჩვენებს რისი ნახვაც გინდა და არ გინდა. დაამარცხე დედოფალი იმავე გზით, რომელსაც თვითონ იყენებს. შენ უნდა იპოვო ის საწამლავი, რომლითაც ჩემს მოკვლას ცდილობდა. მაგრამ მარტო რის გაკეთება შევძლებ? ნუ დაიმალები. არ იფიქრო. გააკეთე. ჩემი ჯირაღდანი ქრება და ეჩაქრეს. მიყევი სიბნელეს, ხო მაგრამ სიბნელეში გზას ვერ გავიკვლევ. შენ შეგიძლია ერთი სურვილის ასრულება მთხოვო. მე შეგისრულებ, მაგრამ დარწმუნდი, რომ შენი სურვილი სწორია. კარგი. მე მინდა რომ მამას ცუდი იղბალი დამთავრდეს და რომ ისი ხერხემალი გამთელდეს. კაცრად რომ ვთქვათ, ეგორი სურვილია. მაგრამ შესრულდება. მამა შენი ხიფათშია და ახლავე უნდა წახვიდე. ხო, მაგრამ როგორ გავაგნო გზა? ახლავე წადი. ვირჯინია, შენ ხარ? მე უკვე გონებას ვკარგავ. და იმედსაც ვკარგავ. სწორადაც იქცევი. ნელა დავდივარ. მაგრამ ყოველთვის ვახცევ მიზანს. ძაღლი სად არის? უფლისწული. გოგონა სად არის? ჯანდაბაში წასულ ხარ. მეორედ აღარ კითხავ. მიდი, მომკალი, უკვე აღარ მადარდებს. სანამ მოკვდები, მაინც მეტყვი რაც მე მსურს. წამოდი ჩემთან ერთად. არ შემიძლია. ხერხემალი მაქვს გატეხილი. არა, არ გაქვს. მართლა კარგად ვარ. ღმერთო ჩემო, რა მოხდა? ამიხსენი, რა მოხდა? ყველაზე საოცარი რამ ვიპოვე. რა? გასასვლელი იპოვე? უკეთესი. უკეთესი? მოიცადე, გინდა მითხრა, რომ გასასვლელზე უკეთესი რამ არსებობს? დიახ. რა? წამოდი. შეხედე. რას? ის აქ იყო. რა? გასასვლელი იპოვე თუ არა? დიახ. მოიცა, რა საკეთებ? ჩუმად. გესმის? გესმის? ჩვენ შევძელით. მაგარია. მე მგონი მეოთხე სამეფოში აღმოჩნდით. ეს საიდან გაქვს? სარკევ მითხარი. ვინ არის ყველაზე მშვენიერი? კრისტინა. არა. არა, ეს შეუძლებელია. რა? ის არის. მერტო ჩემო, ეს დედა შენია. ვიღაც მithვალ თვალებს. ეს დედა? მოიცადე. ვიღაც მიყურებს.
არა, ეს შეუძლებელია. ეს დედა. ის აქ არის? როგორ შეიძლება ეს? მე მეგონა ის მაიამიში ცხოვრობდა. არ ვიცოდი სად იყო, მაგრამ რამე ხომ უნდა მეთქვა. შენ ყოველთვის მეკითხებოდი. სარკე რატომ გადააგდე? იმიტომ რომ ჩვენ თუ ხედავთ, ესე იგი მასაც შეუძლია დაგვინახოს და და რა? რას გააკეთებს? არ ვიცი. აქ საიდან მოხვდა? ესე იგი მას აქვს მეორე სარკე. მეოთხე ნაწილის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია ივერია ინტერმედიას მიერ.